დღეს ბელგიის გერმანულენოვან საზოგადოებაზე ვისაუბრებ. დასაწყისში უნდა აღვნიშნოთ, რომ ბელგია საკმაოდ არაორდინალური და ფული ტერიტორიულ სახელმწიფოებრივი მოწყობით გამოირჩევა. იგი ამჟამად შედგება 3 რეგიონისაგან, ესენია ფლანდრია, ბოლონია და ბრიუსელი. ბელგიის კონსტიტუციის მეოთხე მუხლში ნათქვამია, რომ ბელგია მოიცავს 4 ლინგვისტურ სფეროს: ფრანგულს, ჰოლანდიურს, გერმანულს და დედაქალაქ ბრიუსელის 2 ენოვან ტერიტორიას. ბელგიის გერმანული საზოგადოება აყალიბებს საჯარო სამართლის ავტონომიურ ერთეულს ბელგიის ზუსტად განსაზღვრულ კონკრეტულ ტერიტორიაზე. იგი მდებარეობს ბოლონიის რეგიონის აღმოსავლეთით და მოიცავს 9 მუნიციპალიტეტს. მისი დედაქალაქია ეუპენი. უნდა აღინიშნოს, რომ 9 მუნიციპალიტეტის 72,000 მცხოვრებიდან თითქმის ყველას მშობლიური ენა გერმანულია. ეს რეგიონი 1920 წლამდე გერმანიაში პრუსიის რაინის პროვინციის ნაწილი იყო, როგორც ეუპენისა და მალმედის საგრაფოები, მაგრამ ანექსირებული იქნა ბელგიის მიერ პირველ მსოფლიო ომში გერმანიის დამარცხებისა და ვერსალის ხელშეკრულების ხელმოწერის შემდეგ. ამრიგად ისინი ასევე ცნობილი გახდნენ როგორც აღმოსავლეთ ბელგია ან იგივე გერმანული ბელგია. ახალი კანტონები ბელგიის ნაწილი იყო მხოლოდ 20 წლის განმავლობაში 1940 წლამდე გერმანიის მიერ მის დაბრუნებამდე. 1945 წელს გერმანიის დამარცხების შემდეგ კანტონები კვლავ დაბრუნდა ბელგიის შემადგენლობაში. კანადაში ნუნავუტის მსგავსად გერმანული საზოგადოება წარმოადგენს ბელგიის სახელმწიფოს ფედერალური სტრუქტურის ასიმეტრიულ ელემენტს, რომელიც შეიქმნა ყველაზე პატარა ეთნიკური ჯგუფის დაახლოებით 72,000 გერმანელი ბელგიელის ინტერესების დასაკმაყოფილებლად. ეს არის ბელგიის მთლიანი მოსახლეობის დაახლოებით 0,7%. გერმანული თემის კარგად განსაზღვრული ავტონომია დამყარდა მხოლოდ ბელგიის სახელმწიფოს უნიტარული სახელმწიფოდან ფედერალურ სახელმწიფოდ გარდაქმნის პროცესში 1973 წლიდან 1994 წლამდე. ენების ოფიციალური გამოყენების პირველი დებულებები თარიღდება 1962-63 წლებით, მაგრამ გერმანული თანამეგობრობა როგორც ასეთი შეიქმნა მხოლოდ პირველი სახელმწიფო რეფორმით. მეორე სახელმწიფო რეფორმა 1989 წლებში გააფართოვა უფლებამოსილები კულტურის სფეროში და პერსონალთან დაკავშირებულ სერვისებში. მესამე სახელმწიფო რეფორმით გერმანიის საზოგადოება გახდა სრულად პასუხისმგებელი განათლების მთელ სისტემაზე. 1993-94 წლების მეოთხე სახელმწიფო რეფორმით გერმანული საზოგადოებისათვის შეთავაზებულ იქნა პირდაპირი წარმომადგენლობა ქვეყნის სენატში. რაც შეეხება ბელგიის გერმანული საზოგადოების პოლიტიკურ წარმომადგენლობას, ბელგიის სამივე თემს ფედერალური სახელმწიფოს ავტონომიურ ერთეულებს აქვს საკუთარი პარლამენტი, მთავრობა და სამინისტროები თავიანთი პოლიტიკური უფლებამოსილების განსახორციელებლად. აქედან გამომდინარე, ბელგიის გერმანული საზოგადოება წარმოდგენილია 3 დონეზე. პირველი დონე გამოიხატება იმაში, რომ გერმანიის ლინგვისტური ტერიტორია ქმნის საერთო საარჩევნო ოლქს ლიეჟის ვალონიურ ოლქთან. გერმანული თემის პარლამენტი ნიშნავს ერთ წევრს ბელგიის პარლამენტის მეორე პალატაში, სენატში. მეორე დონე ეს არის რეგიონული დონე. კერძოდ გერმანული თემი წარმოდგენილია ვოლონიის რეგიონულ პარლამენტში 3 წევრით. ჩვენთვის საინტერესო მესამე დონე ქალაქ ეუპენში გერმანულ საზოგადოებას გააჩნია დემოკრატიულად არჩეული საკუთარი პარლამენტი, რომელიც სამოუკიდებლად იღებს გადაწყვეტილებებს გერმანული საზოგადოების კომპეტენციას მიკუთვნებულ სფეროებში. ბელგიის გერმანული საზოგადოების პარლამენტი შედგება პირდაპირი წესით 5 წლის ვადით არჩეული 25 წევრისაგან. პარლამენტის არჩევნები ტარდება ევროპარლამენტის არჩევნებთან ერთად. საზოგადოებას ჰყავს წარმომადგენელი ევროპარლამენტში, რაც ფაქტიურად იმას ნიშნავს, რომ ეს არის გერმანული საზოგადოების წარმომადგენლობის მეოთხე დონე უკვე ევროპარლამენტის დონეზე. საკანონმდებლოსთან ერთად გერმანულ თემს გააჩნია საკუთარი აღმასრულებელი ორგანო, მთავრობა. მას ირჩევს გერმანულენოვანი თემის პარლამენტი, იგი შედგება მინისტრ-პრეზიდენტისა და მინისტრებისაგან. მთავრობის მოქმედ შემადგენლობაში ფინანსთა და ურბანული განვითარების მინისტრი ასრულებს მინისტრ-პრეზიდენტის უფლება-მოსილებებს. მთავრობის შემადგენლობაში 4 სამინისტროა. პირველი ეს არის ფინანსთა და ურბანული განვითარების სამინისტრო, რომლის მინისტრიც არის მინისტრ-პრეზიდენტი, როგორც უკვე აღნიშნეთ. მეორე განათლებისა და დასაქმების სამინისტრო, მესამე კულტურის, სპორტის, ახალგაზრდობისა და ტურიზმის სამინისტრო და მეოთხე სოციალური დაცვის სამინისტრო. როგორც ექსპერტები წერენ, დღეს ბელგიის გერმანული საზოგადოება ითხოვს
მეტ ავტონომიას და სურს გრძელვადიან პერსპექტივაში იყოს აღიარებული როგორც თანაბარი რეგიონი ფედერალურ ბელგიაში, ისეთი როგორიც არის ბოლონიის რეგიონი და ფრანდრიის რეგიონი. ამასთან დაკავშირებით კი უნდა ითქვას, რომ თუ გერმანული საზოგადოება მიიღებს ბელგიის ფედერალური რეგიონის სტატუსს, იქნება ფედერალური სახელმწიფოს 4 შემადგენელი ერთეულიდან ერთ-ერთი. ასეთ შემთხვევაში იგი ბუნებრივია უკვე ვეღარ დაკვალიფიცირდება როგორც ტერიტორიული ავტონომია და იქნება ფედერაციის ისეთივე სუბიექტი, როგორც სხვა დანარჩენი რეგიონები. ასე გამოიყურება ბელგიის გერმანული საზოგადოების სტატუსის მოკლე მონახაზი. გემშვიდობებით მომავალ შეხვედრამდე.